მადლობა აქ მობრძანებისთვის. მე ვისარგებლებ ჩემთხვევით და ყველას, აქ მდგომარეს და ყველა მცხეთელს ულოცავ მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადებას. გულითადაც მოგილოცავთ, მე ძალიან მიხარია და რატომღაც თითქოს დღევანდელ დღესანაც კი არის დაკავშირებული ეს რაღაცა. დღეს არის 14 აპრილი, ქართული ენის დღე. 35 წლის წინათ ჩვენმა უფროსმა თაობამ ყველა მიწით რა გადავიარეთ, რა გადავიტანეთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში, რას გვედავებოდნენ და ვინ გვედავებოდნენ, თავარი ეს არის. ჩვენმა მომავალმა თაობას გაიგო ეს ყველაფერი და დღეს ძალიან მოკრძალებული ღონისძიება გვინდა შემოვთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა და პირველი საჯარო სკოლის მე-7 ბ კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაგვეხმარენ ამ ღონისძიებაში მოწყობაში და თქვენის ნებართვით ვთხოვ ბავშვებს დღევანდელი ღონისძიება საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1979 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების, ეგრეთ წოდებული მცირე ენების გაუქმებისა და სახელმწიფო ენა ძალასულის ისტორიად რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულებელად, უკლებად. ვისაც სურს სამდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში, სადაც მღვიმე მოდის, კი არა მოკრებს, არამედ სათავეს მიიღო. აიგოთ ბაბილონის გოგორი. ესე იგი, ისეთი მაღალი შენობა, რომელიც ცას ასწუდება, რომელიც ამ განზრახვისთვის ხელი შეუშლის. კოშკის მშენებელი ადამიანებისთვის ენა აურევია. ერთმანეთის რომ არაფერი გაეგოთ, ისინი სხვადასხვა ენაზეა უმეტყველებიან. გოდორის მშენებლობა ამგვარად ჩამოშურდა. შემდეგ ეს ადამიანები ღმერთისავე სურვილით დედამიწის ფურცლზე გაფანტულან და ასე ამგვარად სათავე დასდებიან მრავალენიანობას. ნაწარმოებს იყო ბეკოში. ფარაონს მოუწევია სწავლული და მათ დაუდგენიათ. ეს სიტყვა ფრიგიულ ენაზე ურს ნიშნავს. აქედან დაუსწორია. უძველესი ენა ფრიგიული. არავინ იცის ეს და სიამოვნეში თუ ჩატარდა, მაგრამ ადამიანთა საზოგადოების გარეშე აღზრდილი ბავშვები თავისით ვერცერთ ენაზე ვერ დაიწყებდნენ ლაპარაკს.